მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? იმედია ხართ ახალი გაშლის ყურების ხასიათზე და ერთ-ერთი ჩემი მაყურებლის თხოვნით მე გავაკეთებ გაშლას უკონტაქტო ურთიერთობაზე. და ვინც ახლა კონტაქტში ხართ, ასე თუ ისე გაქვთ მიწერ-მოწერა, მაშინ გეტყვით, რომ ის ადამიანები უყურებთ ამ გაშლას. გაშლა იქნება ერთ ვარიანტად, ვისაც გიყვართ ერთი ვარიანტი. აქ ასარჩევი არაფერი გაქვთ და მოდი ვნახოთ. უკონტაქტო ურთიერთობა. ვისაც არ გაქვთ გამოწერილი არხი, აქვე შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ არხი და მე კვლავ გელით უკავშირზე თქვენი კომენტარები იცით, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოდი ვნახოთ, რას ფიქრობს ამ ურთიერთობაზე თვითონ ეს ადამიანი. როგორ ფიქრობს? დასრულებულია თქვენ შორის ურთიერთობა? როგორ ფიქრობს თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი? დასრულებულია? არა მეგობრებო. ის ფიქრის რეჟიმშია ახლა, ყველაფერს აწონ-დაწონის, აი ამ სიტუაციას ყველა მხრიდან აფასებს და გეტყვით, რომ კვლავ აქვს ემოციები ამ ადამიანს თქვენს მიმართ, განელებული არ აქვს გრძნობები და ემოციები, უბრალოდ ეს ადამიანი თავის მოქმედებებს, თავის ფიქრებს უღრმავდება, რაც თქვენ შორის იყო და ფიქრობს, რომ ახლა უკვე დროა მიიღოს გადაწყვეტილება უკვე გონებით. რა თქმა უნდა, გულის გავლით. მოდი ვნახოთ მისი ფიქრები თქვენს მიმართ. ურთიერთობაზე ვნახეთ, რომ ეს ადამიანი ფიქრობს, რომ ყველაფერი არ დასრულებულა ჯერ კიდევ თქვენ შორის. თქვენზე რას ფიქრობს? მეგობრებო, ეს ადამიანი აკვირდება თქვენს სოციალურ ქსელებს. ეს ადამიანი გითვალთვალებთ, აგროვებს ინფორმაციას თქვენ შესახებ და ფიქრობს, რომ კიდევ არის შანსი იმისი, რომ ურთიერთობა განაახლოთ. როგორც ჩანს, მისი თვალსაზრისით აქ არაფერი არ დასრულებულა. რას ფიქრობს თქვენზე და ფიქრობს, რომ თქვენც იგივეს ფიქრობთ და თქვენზე ფიქრობს ეს ადამიანი, რომ თქვენც თავს ძალას ატანთ, რომ არ გახვიდეთ კონტაქტზე და ორივენი თითქოს ხართ იმ რეჟიმში, რომ ერთმანეთს ძალებს ატოლებთ, ვინ უფრო მაგარია, პირველი ვინ გავა კონტაქტზე, უпростоრად ვინ არ გავა კონტაქტზე და ვინ უფრო გამძლე გამოდგება და ეს ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენც გაქვთ ინტერესი მის მიმართ. მოდი ვნახოთ მისი გრძნობები თქვენს მიმართ. მას სურს შეგინარჩუნოთ მეგობრებო, მას სურს, რომ ფიქრობს, რომ რაღაცები შეიცვლება თქვენ შორის და ფიქრობს, რომ შემოbrunდება სიტუაცია და შეგინარჩუნებთ თქვენ და შეინარჩუნებს ამ ურთიერთობას. გრძნობები მაჩვენე. მისთვის სამყარო ხართ და ფიქრობს, რომ თქვენ ხართ ადამიანები სულიერად ძალიან
ერთად მდგომი ადამიანები და მიუხედავად იმის, რომ აქვს რაღაც პატარა სიბრაზეები თქვენს მიმართ, თუ საკუთარი თავის მიმართ ფიქრობს, რომ თქვენი ემოციები თანაბარია და მისთვის ხართ ის შანსი, რომ ცხოვრება გააგრძელოს ბედნიერად. ძალიან თბილი არკანებია მეგობრებო და გრძნობებში საოცარი ჰარმონია აქვს, როდესაც თქვენზე ფიქრობს, შეხედეთ, მისთვის ხართ მთელი სამყარო. მოდი ვნახოთ, უახლო ეს 3 თვეში რას მოიმოქმედებს ეს ადამიანი თქვენს მიმართ, უახლო ეს 3 თვეში. ეს ადამიანი პირდაპირ გზით არ მოვა თქვენთან მეგობრებო, აი რაღაც შეპარვით, ვითომ და შემთხვევით შეიძლება ვითომ და შემთხვევით შეგხვდათ, ვითომ და შეიძლება შემთხვევით დაგიგულათ სოციალურ ქსელში, ფოტოზე ან სტატუსზე. ეს ისეთი ადამიანია, რომელიც ადვილად არ ამჟღავნებს თავის ემოციებს და გრძნობებს და გამოხვალ 3 თვეში კონტაქტზე, 3 თვის განმავლობაში გამოხვალ კონტაქტზე. პატარ-პატარა მანიპულაციებით ეს ადამიანი აუცილებლად გამოვა კონტაქტზე, მეგობრებო. შეიძლება ეს იყოს პატარა SMS-ი, რომელიც გაუწყებთ, რომ მოინატრეთ ძველი დრო და 3 თვის განმავლობაში ეს ადამიანი აუცილებლად გამოვა კონტაქტზე. ვარდა კარტი. რა სახით გამოვა ეს ადამიანი? ჯერჯერობით სიფრთხილეს ინარჩუნებს, ჯერჯერობით შორიდან გაკვირდებათ, როგორც გითხარით, რა სახით გამოვა ეს ადამიანი კონტაქტზე? შეიძლება გზაზე შეგხვდეთ, სადმე გადაგეყაროთ, ვითომ და შემთხვევით ეს ადამიანი, მაგრამ იცოდეთ, რომ ეს იქნება დაგეგმილი შეხვედრა მისგან. და მინდა გითხრათ, რომ ამ ადამიანს ემოციურად თქვენ არ გაუშვიხართ არსად. იმედია მოგეწონათ გაშლა, მე დაველოდები თქვენს კომენტარებს და მომავალ გაშლამდე დაგემშვიდობებით, დროებით.